მსოფლიო ბანკმა გურჯაანის პირველ და კარდენახის საჯარო სკოლებს კომპიუტერი და სასწავლო რესურსები გადასცა. პირველი სკოლის დირექტორის მოადგილის თინათინ ბერიძიშვილის განმარტებით, საბუნებისმეტყველო საგნებისთვის განკუთვნილი საჩუქარი მოსწავლეებს პრაქტიკული მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს, რაც მათ საგნის სიღრმისეულად შესწავლაში დაეხმარება. სკოლებმა რესურსები ინოვაციის ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტში აქტიური ჩართულობისა და წარმატებული მუშაობის გამო მიიღეს. პროექტს მსოფლიო ბანკი ახორციელებს. საგამანათლებლო რესურს ცენტრმა შემოგთავაზა სკოლას, რომ საბუნებისმეტყველო კათედრიდან 2 პედაგოგი დავრეგისტრირებული ყავით STEM-ის საგნების ტრენინგზე, რომელიც ჩემი ინფორმაციით მსოფლიო ბანკი აფინანსებდა, რაც გამოდგა ძალიან შედეგიანი. ჩვენ 2 მასწავლებელი, მე და ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო ზაალიშვილი წავედით ერთდღიან ტრენინგზე, სადაც გავიარეთ ქარის ენერგიის, ალტერნატიული ენერგიის წყაროების შემოტანა ჩვენს ყოფა ცხოვრებაში და იქვე ჩვენ ავაწყეთ, გადმოგვეცა ეს რესურსები, იქვე ავაწყეთ, გვასწავლეს და თან გვაჩუქეს და გამოგვატანეს, რომ ჩამოვიდა ეს მეთოდები ეხებოდა აგრეთვე რობოტიკას, აგრეთვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. რომ ჩამოდა იქაც ტრენინგზედაც აღმოჩნდით წარმატებულები. ჩვენ და კარდენახის სკოლა ვიყავით, ჩვენი რაიონიდან წასულები. იმ ტრენინგზედაც წარმატებულები აღმოჩნდით, იმიტომ რომ გავართვით თავი ჩვენ ამ დავალებებს და 3200 ლარის რესურსი გამოგვატანეს, გვაჩუქეს სკოლას კომპიუტერი და აი ეს რესურსები, რაც ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩემი სკოლის მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა ძალიან სასიხარულო. შესანიშნავად გაართვეს ბავშვებმა თავი და მე მინდა გითხრათ, რომ თითქმის ჩვენზე უკეთესად, აი ქალბატონი ინგა მირველაშვილი, ჩვენი ფიზიკის პედაგოგის ჩართულობით და დახმარებით და ისეთი ინტერესი ბავშვებმა მე თვითონ მოიტანეს საჭირო ნივთიერებები გამოხდილი წყალი თვითონ ჩაერთნენ და ჩვენ გავავსეთ ეს და რამოდენ სასიხარულო აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ჩემმა მოსწავლეებმა აი ჩვენზე უკეთესად გაართვეს თავი და აითვისეს. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გამოცდილების მომცემი, იმიტომ რომ თინიკო მოსწავლეებმა და ნინო მოსწავლეებმა ჩამოიტანეს ეს საშუალებები, რომ გავაკეთებინა რეალობაში გვენახა და პრაქტიკაში განგვეცა და ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ კარგად გავიგეთ, როგორ გარდაიქმნება ქარის ენერგია, დენის ენერგიად, ასევე წყლის ენერგია, მექანიკურ ენერგიად გავატარეთ მანქანა, ავამუშავეთ ქარის ენერგიაც და ყველაფერი მართალია ცოტა მინი გარემოში, ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც რეალობაში ვნახეთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება რომ ესენი დავნერგოთ. ისე რომ მომავალში აღარ ვიყოთ დამოკიდებული ნავთობზე და გაზზე და მივიღოთ წყლის ენერგიით, ის რაც დღეს ხდება, ვთქვათ, ნავთობის ენერგიით. დღეს უცხოური ქვეყნები, ევროპა, აზია, ამერიკა იყენებს უკვე ალტერნატიულ ელექტროენერგიის გენერატორებს, როგორც არის მზის, წყალბადის და სხვადასხვა გენერატორები, რომლებიც საქართველოში შეჯერობით ღრმად დანერგილი არ არსებობს და ჩემი აზრით ეს გენერატორები, რომლებიც თითქმის ულევი ენერგიით მუშაობს ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში და ნავთობზე უფრო მეტი პოტენციალი აქვს, რომ მომავალში უკვე ჩვენ გამოვიყენოთ და არა მარტო ჩვეულებრივ სახლის ელექტროენერგია, არამედ მანქანები შეიძლება წყალბადზე იარონ. აი დღესდღეობით ყველაზე ახლოს ეს არის ტესლა, რომელიც ასევე ცდილობს, რომ წყალბადზე გააკეთოს მანქანა, რომელიც მოძრაობს და ჩემი აზრით ამას ძალიან დიდი მომავალი გააჩნია არა მარტო ადამიანების, არამედ ზოგადად ბიზნესის და სხვადასხვა კომპანიების მიმართ.